დღეს მსოფლიო MMA-ის საზოგადოება ილია თოფურიას ფენომენითაა შეპყრობილი და ამას აქვს ობიექტური მიზეზი. ის არ არის უბრალოდ მებრძოლი, ის არის მკვლელი მანქანა, რომლის წინააღმდეგ ჯერ არ გამოგონილა. ბევრი ფიქრობს, რომ მისი მთავარი იარაღი მხოლოდ ნოკაუტის ძალაა, თუმცა ეს დიდი შეცდომაა. ილიას ფენომენი მის ბალანსშია. მისი კრივი არის ქირურგიულად ზუსტი. ფეხზე დგომისას მისი მოძრაობები იმდენად ეფექტურია, რომ მეტოქეები ხშირად ჰიპნოზირებულები ჩანან. ის კითხულობს მოწინააღმდეგის ყოველ ჟესტს, სანამ თავად მეტოქე გაიაზრებს თავის მომავალ ნაბიჯს. ხშირად გვესმის კითხვა, შეძლებს თუ არა ელიტური მოჭიდავე მის შეჩერებას. მოდეთ შევხედოთ რეალობას. ილია თოფურია სწორედ ჭიდაობის ბაზაზე აღმოცენებული ათლეტია. მისი დაცვა თეიქდაუნებისგან თითქმის 100%-იანია, ხოლო მისი გრავიტაციის ცენტრი იმდენად სტაბილურია, რომ მისი დაბალანსება შეუძლებელია. ბევრი ანალიტიკოსი ცდილობს იპოვოს გლიჩი მის სტილში, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ილია თავად არის სისტემის შეცდომა სხვებისთვის. ის არ არის მხოლოდ სტრაიკერი, ის არის მებრძოლი, რომელიც ნებისმიერ დისტანციაზე გრძნობს თავს მეფედ. განვიხილოთ ფსიქოლოგიური მომენტიც. ილია არ ელოდება მომენტს, ის თავად ქმნის მას. მისი თავდაჯერებულობა არ არის ბაქიბუქი, ეს არის ცივი გათვლა. ის აიძულებს მეტოქეებს ითამაშონ მის წესებზე. როდესაც ოქტაგონზე ილიას წინ დგახარ, შენ არ გებრძვი მხოლოდ ადამიანს, შენ ებრძვი სისტემას, რომელიც გათვლილია შენს განადგურებაზე პირველივე წამიდან. მაშინაც კი, როდესაც მეტოქეები, როგორიცაა მოვსარ ევლოევი, ცდილობენ თავიანთი უსასრულო კარდიო და ჭიდაობა დაუპირისპირონ, ისინი აწყდებიან კედელს. რატომ? იმიტომ რომ ილიასთან ჭიდაობის მცდელობაც კი სასიკვდილო რისკია. ერთი არასწორი შესვლა და მისი მოკლე აფეთქებუდი ხუკები მომენტალურად აქრობენ სინათლეს. ქართველი მაყურებლისთვის ილია არის სიმბოლო იმისა, თუ როგორ შეიძლება ტექნიკური დომინაცია და ველი ძალა ერთმანეთს იდეალურად შეერწყას. ის არ აძლევს მეტოქეს ამოსუნთქვის საშუალებას. თუ თქვენ გონიათ, რომ ვინმეს შეუძლია მისი გაგდება და იქ გაკონტროლება, თქვენ ალბათ გამავიწყდებათ მისი გრეპლინგის დონე. ილია არ არის ის ტიპი, რომელიც ქვემოდან უბრალოდ თავს დაიცავს. ის მომენტალურად გადადის კონტრშეტევაზე. იყენებს ნებისმიერ კონტაქტს იმისთვის, რომ მეტოქეს სერიოზული დაზიანება მიაყენოს. ის ანადგულებს ოპონენტის ფსიქიკას მანამ სანამ ფიზიკურად გატეხავს. ეს არის მატადორის სტილი, ელეგანტური, მაგრამ დაუნდობლო ფატალურობა. ბევრი ანალიტიკოსი უშვებს ერთსა და იმავე შეცდომას. ისინი ფიქრობენ, რომ თუ მებრძოლს აქვს კარგი ჭიდაობა, ის ავტომატურად აკონტროლებს ბრძოლის რიტმს. რეალობა კი ისაა, რომ ილია თოფურიას წინააღმდეგ ჭიდაობის მცდელობა გავს შიშველი ხელებით მომუშავე ხერზე შეხებას. ილია არ არის ტიპური სტრაიკერი, რომელიც თავს არიდებს პარტერს. ის არის ელიტური შავი ქამრის მფლობელი ჯიუ-ჯიტსუში და აქვს ბერძნულ რომაული ჭიდაობის ისეთი ბაზა, რომელიც მას ოქტაგონზე შეუნძრეველ კლდედ აქცევს. დააკვირდით მის პოზიციას. ილია ყოველთვის ინარჩუნებს დაბალსიმძიმის ცენტრს და მის ფეხებს აქვს საოცარი რეაქცია ნებისმიერ შესვლაზე. როდესაც ვინმე ცდილობს მის წაქცევას, ის კი არ გარბის, არამედ ხვდება მეტოქეს უმძიმესი სპროლით და მომენტალური კონტრშეტევით. აქ ჩნდება მთავარი ფაქტორი: დამსჯელი ძალა. მოვსარ ევლოევის სტილი აგებულია იმაზე, რომ ის ღლის, მაგრამ ილიასთან ყოველი კონტაქტი ფიზიკური ტკივილის მომტანია. სანამ მოჭიდავე შეეცდება ხელების ჩაკეტვას ილიას წელზე, ის უკვე მიიღებს 2-3 უმოკლეს და უმძლავრეს ჰიდავყოს ან აპერკოტს, რაც ნებისმიერ ბენზინგასამართ სადგურს მომენტალურად ცლის ენერგიისგან. საუბარი იმაზე, რომ ილიას კარდიო შეიძლება არ ეყოს 5 რაუნდს, უბრალოდ აბსურდია. 2026 წლისთვის ჩვენ ვხედავთ ათლეტს, რომლის ფიზიკური მომზადება მეცნიერულ დონეზეა აყვანილი. ის არ ხარჯავს ზედმეტ ენერგიას ქაოტურ მოძრაობებში. ყოველი მისი ნაბიჯი გათვლილია. მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგე ხარჯავს ენერგიას თეიქდაუნის მცდელობაში, ილია ისვენებს და ეძებს მომენტს ერთი ზუსტი დარტყმისთვის. გარდა ამისა, ილიას აქვს ერთი უნიკალური თვისება: ფსიქოლოგიური ტერორი. ის მეტოქეს არ თმევს იმედს. როდესაც ევლოევი ან სხვა ნებისმიერი მებრძოლი დაინახავს, რომ მათი საუკეთესო იარაღი, ჭიდაობა ილიასთან არ ჭრის, ისინი პანიკაში ვარდებიან. სწორედ აქ იწყება ნამდვილი ნადირობა. ილია არ ელოდება, როდის დაიღალება მეტოქე. ის თავად აიძულებს მას შეცდომის დაშვებას. მისი სტრაიკინგი იმდენად სახიფათოა, რომ მოჭიდავეებს ეშინიათ ახლოს მისვლის, ხოლო დისტანციაზე ილია მათ უბრალოდ ანადგურებს. ეს არ არის ბრძოლა ორ სტილს შორის. ეს არის დაპირისპირება სრულყოფილებასა და ერთგანზომილებულობას შორის. და ამ ომში მატადორი ყოველთვის პოულობს გზას ხარის მოსაკლავად. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ მებრძოლებზე, როგორიცაა მოვსარ ევლოევი, ჩვენ ვსაუბრობთ წარსულის ექოზე. დიახ, ჭიდაობა ყოველთვის იყო ძლიერი იარაღი, მაგრამ ილია თოფურია არის MMA-ის ევოლუციის შემდეგი საფეხური. ის არ არის მებრძოლი, რომელსაც აქვს ხრელები თამაში. ის არის მებრძოლი, რომელმაც აითვისა ყველა დისციპლინა და ისინი ერთმთლიან მომაკვდინებელ სისტემად აქცია.
მთავარი ფაქტორი, რომელიც ილიას გამარჯვებას განაპირობებს, არის counter wrestling accuracy. ევლოევის სტილი მოითხოვს მუდმივ კონტაქტს და პრესინგს, მაგრამ ილიას წინააღმდეგ ეს სტრატეგია თვითმკვლელობის ტოლფასია. ილიას აქვს უნარი ნებისმიერი კლინჩი ან ჭიდაობის მცდელობა მომენტალურად გადაზარდოს თავის სასარგებლოდ. მისი ფიზიკური ძალა თავის წონით კატეგორიაში ანომალიურია. ის უფრო ძლიერია კლინჩში, ვიდრე ნებისმიერი ნომინალური მოჭიდავე. დაფიქრდით რეალობაზე. რა მოხდება, როდესაც ევლოევი პირველ რაუნდში ვერ შეძლებს ილიას დაგდებას? პასუხი მარტივია. ის აღმოჩნდება ჯოჯოხეთში. ილია არ არის ისეთი მებრძოლი, რომელიც გელოდება, ის თავად გიწესებს ტემპს. მისი ჯებების სერია და კორპუსში მუშაობა მეტოქეს სუნთქვას უხშირებს და რეაქციას უნელებს. 2026 წლის სპორტულ მეცნიერებაში ჩვენ ვიცით, რომ დაღლილობა პირველ რიგში გონებაზე მოქმედებს. როდესაც მოუსარი დაინახავს, რომ მისი საუკეთესო თეიქდაუნები ილიასთვის მხოლოდ გასახურებელია, მისი თავდაჯერებულობა ნაცარტუტად იქცევა. ილია თოფურია არ იგებს მხოლოდ ქულებით, ის იგებს სულიერად. ის ანადგურებს ოპონენტის რთმენა საკუთარ თავში. ყოველი მისი დარტყმა, რომელიც მეტოქის დაცვაშიც კი ხვდება, ტოვებს კვალს. ეს არის დაგროვებითი დაზიანების სტრატეგია. მაშინაც კი თუ ბრძოლა გვიან რაუნდებში გადავა, ჩვენ ვიხილავთ არა დაღლილ ილიას, არამედ მონადირეს, რომელიც თავის მსხვერპლს კუთხეში მიიმწყდებს. საბოლოო ჯამში ილია თოფურია არის პასუხი ყველა იმ კითხვაზე, რომელიც MMA-ში წლების განმავლობაში არსებობდა. მას აქვს ჩემპიონური მენტალიტეტი, ქირურგიული ტექნიკა და ქართული სული, რომელიც მას დანებების უფლებას არ აძლევს. მოუსარ ევლოევი და სხვა პრეტენდენტები მხოლოდ სტატისტიკის ნაწილი გახდებიან. ილია არ არის მხოლოდ ჩემპიონი, ის არის ეპოქა, რომელიც ახლა იწყება.